მოგესალმებით მეგობრებო, ორი სიტყვით მინდა კიდევ ერთხელ შევეხო 17 მაისს. ეს იმხელა სიხარულია ის რაც საქართველოში ხდება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კიდე ერთი ვიდეოს ჩაწერა მინდოდა. თუმცა სანამ ამ ვიდეოს ჩაწერას თავი მოვუყარეთ ჩემ აზრებს. მანამდე იმავე დღეს სამწუხარო ფაქტი დასრულდა 17 მაისი, საუბარი მაქვს აი ფეხბურთელების ძალიან გულდასაწყვეტ ქმედებაზე, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში დაფიქსირდა. აი ამ თემაზე მინდა ვისაუბრო, ოღონდ თავიდან მოდი ჯერ დავიწყოთ ამ ამაღლებული განწყობით და 17 მაისის მნიშვნელობაზე. ეს ჩემი მიმართვა პირდაპირ ეთერში აღარ გადაიცემა იმის გამო, რომ Facebook-ზე ლაივები აღარ ინახება და გადავწყვიტე, რომ ჯერ ვიდეო ჩავწერო და შემდეგ დავიწყოთ საუბარი. მოკლედ გადავიდეთ თემაზე. დავიწყოთ ჯერ 17 მაისით და მერე გადავიდეთ ფეხბურთელების საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 17 მაისს რაც ხდება საქართველოში, ეს არის დიდებული ამბავი, ეს არის წარმოუდგენელი მიღწევა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ჩვენ გვახსოვს ეს დღე როგორ იწყებოდა საქართველოში. ჯერ კიდე სააკაშვილის პერიოდში 2012 წელს სოფლიო LGBT მოძრაობა, ანუ სოფლიოს სოდომიტი პედოფილების მოძრაობას, ხო, რომელთა მიზანიც არის სოფლიოში სოდომის ნორმალიზება და მომავალი თაობების გარყვნა. აი როგორც გარყვნეს დასავლეთში პირდაპირ ვთქვათ, დასავლური კვლევები დღეს ფიქსირდება, რომ 25%-მდე ახალგაზრდებისა თავს მიაკუთვნებს LGBT თემს. ამერიკაში იქნება ეს ევროპის სხვა ქვეყნებში და აი ამ სადაც ეს ლიბერალური დემოკრატია. მოკლედ აი ეს თემა ყველაზე აქტიურად საქართველოში დაიწყო 2012 წელს და მაშინ სამღვდელოებისა და ერის მონაწილეობით პირველი, მაგრამ მაშინ დაუანონსებელი პრაიდის მცდელობა ჩაშალა მრევლმა ეკლესიამ და მაშინ ესე დამსრულდა ყველაფერი. შემდეგ იყო არჩევნები და უკვე 2013 წლის 17 მაისს დიდი დაანონსებით, შესავლით, ასე ვთქვათ, თავხედურად კადნიერად დაიგეგმა ჩვენ ქვეყანაში პედოფილთა მსვლელობა, რომელთა მიზანი არის ამ ფაქტის ნორმალიზება და შემდეგ მომავალი თაობების გარყვნა. აი ამ ხალხმა დაგეგმა პირველი გეი პარადი საქართველოში და მოხდა ის, რაც ყველა მიხილეთ, რაც ყველას გვიამაყება. მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობით გამოსულმა ქართველმა ერმა, მრევლმა ჩაშალა პირველი დიდი მცდელობა საქართველოში გეი პარადის ჩატარებისა. ამას მოყვა ძალიან დიდი თავდასხმა ყველა მხრიდან, სამწუხაროდ მაშინ მთავრობისგანაც, სამთავრობო მედიისგანაც, ოპოზიციური მედიისგანაც, ყველა ლანძღავდა მაშინ ეკლესიას, ყველა ლანძღავდა მაშინ იქ გამოსულ მრევლს და აი ეს გაგრძელდა დაახლოებით 2023 წლამდე აქტიური ბულინგი, აქტიური ზეწოლა ეკლესიაზე, მრევლზე, რომ როგორმე გაემართა თბილისის ქუჩებში პრაიდი. ჩვენ გვახსოვს 21 წლის 5 ივლისი, კიდევ ერთი დიდი გამარჯვება, როდესაც ისევ ხალხმრავალმა გამოსვლამ ჩაშალა ეს ფაქტი. ამ ფაქტს მოყვა კონკრეტული ადამიანების დაპატიმრება, 30-მდე კაცი ციხეში დაიჭირეს და ბოლო მივედით იქამდე. ჩვენ ყველას გვეშინოდა, რომ შეიძლება ჩვენი ქვეყანაც ქცეულიყო და ჩამდგარიყო იმ ევროპული და ამერიკული ქალაქებისა, შტატებისა და ქვეყნების რიგებში, სადაც პრაიდებიზე, აი ამ პედოფილთა თაყვანობებზე გამოდიან ქალაქის მერები, მთავრობის წევრები, წინ მოუძღვიან ამ სოდომიტებს, აი ამ სიბინძურის პროპაგანდისტებს და ასე ხდება ნორმალიზება და მომავალ თაობაში აი ამ ცოდვის შთანერგვა და ამას ჩვენ ვუყურებდით და ამას ჩვენ ხედავთ დასავლეთ მაგალითზე და აი ამის საშიშროება იყო. მაგრამ მადლობა ღმერთს 2024 წლის 17 მაისი პირველად გამოცხადდა დასვენების დღედ და პირველად 2024 წლის 17 მაისს ერი, ბერი და ახლა უკვე მთავრობას ერთად დავდექით ქაშვეთის წინ, პარაკლისზე, ქაშვეთში, რუსთაველზე და შემდეგ გავემართეთ სამებისკენ. ეს იყო დიდი ზეიმი, ეს არის დიდი შემოbrunება და ეს დიდი ლოკალური ბრძოლა, რომელიც იმართებოდა თბილისის ქუჩებში, ქალაქში, ეს ამაში ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გავიმარჯვეთ და დღეს საქართველოში უკვე ვზეიმობთ ყველა ერთად 17 მაისს ნაცვლად აი ამ სოდომიტების პედოფილური მსვლელობისა. ბუნებრივია, არიან ადამიანის ნაწილი, რომლებიც შეგნებულად არ მონაწილეობენ ამ დიდ საყოველთაო ზეიმში მონაწილეობას. ამ ადამიანების მიმართ ჩვენ შეიძლება მხოლოდ გამოვხატოთ გულის ტკივილი მათი ამ პოზიციის გამო. შეშფოთება, თუ ეს ტრაგიკული მოვლენა, როდესაც ჩინაი პატრიარქის დაფუძნებულ ოჯახური დღეზე არ გამოდიხარ სოდომიტების პროპაგანდისტული დღისთვის რაღაცას აი ევროპას თუ ამერიკას თავის მოვაწონოს კონტექსტში, ეს არის ტრაგედია და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ აი ამ ოჯახურ
ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებზე, ხო რაც ქრისტიანობიდან მოდის სინამდვილეში ეს ღირებულებებიც ოჯახური მათ შორის, აი ამაში მოხდეს ჩვენი ერის გაერთიანება და უნდა ვისურვოთ, რომ მთელი ერი ზეიმობდეს ამას. აი მაშინ როცა დღეს მსოფლიოს ნაწილში გაბატონებულია სოდომური იდეოლოგია, ჩვენ მტკიცედ და მკაფიოდ უნდა ვიზეიმოთ ანტისოდომური, ანტიპედოფილური ამ სიტყვებს შემთხვევით არ ვამბობ და შეურაცხყოფის მიყენების მიზნით. პედოფილია, როდესაც ჩვენ ბავშვების გარყვნას გსურს და LGBT მოძრაობის, ასე ვთქვათ, მიზანი პირველ რიგში არის მომავალი თაობის გარყნა და პირდაპირ სიმღერები აქვთ, პირდაპირ მოწოდებები აქვს, რაც ისინი აფიქსირებენ, რომ დიახ, მათ არ აინტერესებთ უფროსი თაობა, რადგან მათი შეცვლა რთულია, აი ამ გენდერული იდეოლოგიით, უბრალოდ აი ამ სოდომური ცხოვრების წესით, მათი სამიზნე არიან ბავშვები და როდესაც ამის წინააღმდეგ დადგა ჩვენი ერი, აქ უნდა გაერთიანდეს ყველა და რაც უფრო ნაკლები ადამიანი დარჩება აი ამ გემის მიღმა, ხო, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის და თითოეული მათგანისთვის. იმ დროს არის უდიდესი ბოროტება. სოდომური პროპაგანდა და ბავშვების გარყნა არის უდიდესი ბოროტება. აქ ზოგიერთი ცდილობს, რომ ძალიან მზაკრულად, ძალიან ასე ვთქვათ, უსინდისოდ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ თვითონ ვიღაც ადამიანებს დევნით და ვიღაცებს პირადში ვიქექებით, ხო, ეს არის ტყუილი. LGBT მოძრაობის თან დაპირისპირება ვიღაცა ცოდვილების ძებნა და გამოჩხრეკვა კი არ არის. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი ეს მოძრაობა ამბობს, რომ ჩვენ ვზეიმობთ ცოდვით, თქვენ ტაში უნდა დაუკრათ ამ ზეიმში, უნდა შემოგვიერთდეთ, ან როგორც მინიმუმ უნდა მიიღოთ ეს ნორმად და მეტიც თუ არ ჩაერთვებით აუცილებლად თქვენ შეგექნებათ პრობლემა. თუ არ მიიღებთ ამაში მონაწილეობას და ვინ ჩვენ შეგვეწინააღმდეგება, ის სამაგალითოდ დაისჯება, ხო? მაგალითად როგორც დაისაჯა ისრაელ ფოლაუ. ავსტრალიელი მორაგბე, რომელმაც განაცხადა, რომ ის ქრისტიანია, ну ის არ არის მართლმადიდებელი, მაგრამ ქრისტიანული თავისებურად ქრისტიანია და თulis რომ ცოდვაში მყოფ ადამიანებს ტაში კი არ უნდა დაუკრა, არამედ უნდა უთხრა რომ ეს ცოდვაა და რომ ცოდვა დამღუპელია და ცოდვა უნდა გამოვიდეს. აი ამ პოზიციის გამო იდევნებიან ადამიანები და აი ამ პოზიციაში ხო თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ მით უმეტეს ხო ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ. მიუხედავად ჩვენი სისუსტეებისა, ცოდვებისა, ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვართ და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით ჩვენ უნდა ვიყოთ ამაში მტკიცენი. ეს არ არის არავის წინააღმდეგ პიროვნულად ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის, ჩვენი ერის ნათელი მომავლისათვის და ცოდვის და ცოდვის პროპაგანდისტების საქმიანობის ხელი შესაშლელად და ეს არის ვალდებულება თითოეული ჩვენგანის ამაში მონაწილეობის. ეხლა რაც შეეხება ფეხბურთელების ნაწილს, ხო? ძალიან გულდასაწყოთი და ტრაგიკული ამბავი მოხდა დაფიქსირდა გუშინ, რომ საქართველოს ნაკრების 3 გამორჩეული ფეხბურთელი კვარაცხელია, მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მათ ითამაშეს გუშინ LGBT პროპაგანდისტული სიმბოლიკით იარლიყები ჰქონდათ გაწყობილი მაისურებით. და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა დავდგმოთ. ხო, შეუძლებელია ამის გატარება, შეუძლებელია მით უმეტეს ამის მოწონება, შეუძლებელია თქმა ამაზე რომ ეს არაუშავს. იმიტომ ეს არის ტრაგიკული დანაშაულებრივი ქმედება. ჩვენ როდესაც თავის დროზე გურამ კაშიას საქციელი გავაკრიტიკეთ, გურამ კაშიას პიროვნებისადმი არავის არ ქონია რაღაც ამოჩემება და არც გურამ კაშიას რაღაცა საფეხბურთო ოსტატობის მიმართ ქონია პრობლემა, ხო? გურამ კაშია საკმაოდ ნორმალური ფეხბურთელია, შეიძლება არ არის ვთქვათ, კვარაცხელიასნაირი ვარსკვლავი, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო და არის და ეს ჩვენ მიუხედავად ამისა თქვით რომ რასაც ის ჩადის, მით უმეტეს რომ ის სამაგალითოა როგორც სპორტსმენი, მით უმეტეს უნდა დაფიქრებულიყო და ეს არ ჩაედინა და ჩვენ იგივეს ვეთქვით საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს. იმიტომ რომ სპორტსმენის საქციელი, თითოეული სიტყვა, თითოეული ქმედება და რატო აძალებენ სპორტსმენებს, ხო რატო მოითხოვენ სპორტსმენებისგან ამ პროპაგანდაში ჩართვას, იმიტომ რომ იციან რომ სპორტსმენი რომელიც არის ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის განსაკუთრებულად, ხო, მისაბაძი პიროვნება, ორიენტირი, ხო, ზუსტად აი ესეთ ორიენტირებს რთავენ ამ პროპაგანდაში, რომ მომავალმა თაობამ თავის კუმირებზე ბრჭყალებში თავის ასე ვთქვათ, ვისაც შენატრიან, იმადგან ნახონ რომ ეს ნორმა, იმადგან მოისმინონ რომ ამ ცოდვაში მყოფობა არაუშავს და ნორმალურია და მისაღებია და კარგია და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს მართებთ. და მით უმეტეს სამივე მათგანი, როგორც ჩვენ ვიცით, აფიქსირებენ თავის პოზიციას, რომ არიან ქრისტიანები, საჯაროდ იწერენ პირჯვარს, ხატებს თაყვანსემენ, ამბობენ, რომ სულიერი მოძღვრები ყავთ. ისინი ვალდებულები არიან, თქვან, რომ ეს არის ბოროტება. ვალდებულები არიან, თქვან, რომ LGBT, ხო, ჰომოსექსუალიზმი, ომათმობა არის მომაკვდინებელი ცოდვა, რომ ამ ცოდვაში მყოფი ადამიანი წარიწყმეთ სულს და ხორცს. ეს უნდა თქვან და არ უნდა დაუჭირონ მხარი ამ ბოროტებას, ხო? ყველაფერი გარკვეულია, ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ეკლესიის ისტორია, წმინდა მამები ერთმნიშვნელოვნად გვასწავლიან ამას, საკითხვის ნიშანი არ არსებობს, ხო? წმინდა წერილი იქნება ეს, წმინდა მამების გადაგება თუ თანამედროვე ეკლესიის სწავლება. ხა შეიძლება ვიღაცა კონკრეტული პირი გამოვიდეს, ხო, ვიღაცა ან სასულიერო პირი, ან ვიღაცა, რომელმაც საწინააღმდეგო თქვა, ესეთებიც არსებობენ, ეხლა მე სახელდაგვარებს არ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ცვლის, ხო, ეკლესიის სწავლებას. ამიტომ ეს ფეხბურთელები, ხო, რომლებიც ჩვენ ყველას თავის შეგვეყარეს, თავისი პროფესიონალიზმით, თავისი პიროვნული მახასიათებლებით, რაც ჩანს ეკრანიდან, ხო, ეს ადამიანები ვალდებულები არიან სწორი პოზიცია დაიცვან და თქვან, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული, ეს იყო წნეხი, რომელსაც ვერ არ გაუძლეს და გადმოვიდნენ სწორ მხარეს. ეხლა აქ იყო ერთი მომენტი, რომ ესე დააყენეს საკითხი, აი კაშიასო, კაშია კაპიტანი იყო და კაშიამო სამკლაურიო გაიკეთაო და ამა თუ ესეთი მაისურები დაახვედრესო და თვითონ ამითი იმის თქმა უნდათ, რომ აი კაშია დამნაშავე, იმიტომ რომ მან სამკლაური აიღო და გაიკეთა. და ესენი არ არიან დამნაშავეები, იმიტომ რომ ამათ ასეთი მაისურები დაახვედრეს. ეხლა ეს არის, ძალიან არასწორი და არასამართლიანი აღწერა იმისი, რა რეალობას არის სინამდვილეში. სინამდვილეში ასეთი რეალობა. თვითონ გურამ კაშიაც, ხო, სიმართლე ითქვას. როდესაც ის მან პირველ ინტერვიუში თქვა, რომ ის რო შევიდა გასახდელში, მას იქ დაახვედრეს LGBT სამკლაური. და როგორც კაპიტანი ის ვალდებული იყო დამორჩილებოდა. მის პირველ ინტერვიუში ესე ამბობს. ის ვალდებული იყო დამორჩილებულიყო, თვითონ ესე ხსნის და ესე ცდილობდა თავის გამართლებას დასაწყისში, რომ ის ვალდებული იყო დამორჩილებოდა ჰოლანდიის ჩემპიონატის მოთხოვნებს. თუმცა ესეთი ვალდებულება ჩვენ არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენ სხვა ვალდებულებები გვაქვს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ ჭეშმარიტება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ხელი არ შეუწყოთ ცოდის პროპაგანდას, ბავშვების გარყვნის გამყნელები და მასტუნებლები არ ვიქცეთ. ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს და შეეძლო გურამ კაშიას არ აიღო ეს სამკლაური. გაიკეთებინა ის სამკლაური, რაც წინა თამაშზე ეკეთა, ამ პროტესტის ნიშნად ეთქვა, რომ თუ ამას მაძალებთ, მე ამ ერთ თამაშს გამოვტოვებ. დამაჯარიმეთ მომკვეთეთ, მაგრამ მე ამას არ ვიზა. მას შეეძლო ეს ექნა. და ესეთი გამოსავალი არსებობს. და ჩვენ ამ გამოსავლის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, სერბი ფეხბურთელები, იგივე ივანოვიჩი, ჩელსის ყოფილი ვარსკვლავი, მატიჩი, ლიონის ფეხბურთელი. ამ ადამიანებმა ერთმა სამკლაური არ გაიკეთა კაპიტანმა. მეორეს, როდესაც ასეთი მაისური მიუტანეს, აი მაისურს, სადაც LGBT სიმბოლიკა იყო გამოსახული, იმ ადგილას თეთრი, ასე ვთქვათ, სკოჩი გადააკრა. და ის დაფარა, თეთრი ფურცლით დაფარა ის ადგილი. მსგავსი რამ აქვს გაკეთებული სხვა ფეხბურთელებს, არა მარტო ქრისტიანებს, მაგალითად, რამდენიმე მუსულმანმა ფეხბურთელმა გააკეთა იგივე და თქვა, რომ იმათთვის მიუღებელია პროპაგანდა. ზოგმა არც არაფერი არ თქვა, უბრალოდ იმ LGBT პროპაგანდისტულ, ასე ვთქვათ, ტერმინებს თუ სიმბოლიკას გადააკრა ქაღალდი და ამითი, სკოჩი და ამითი დააფიქსა თავის პოზიცია. და ზოგიერთ მათგანი შეიძლება დააჯარიმეს, ზოგიერთი არც დაუჯარიმებია, ზოგიერთი რამდენიმე თამაშისგან მოკვეთეს, მაგრამ ისინი მათ არ უღალატეს თავიანთ ცინდის. მათ არ მიიღეს მონაწილეობა ბავშვების გარყვნაში და მათ ეს პოზიცია დააფიქსირეს და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და ჩვენ თუ გვიყვარს ჩვენი თანამემამულეები, მათ შორის ეს ფეხბურთელები, მათ არ უნდა დათვური სამსახური არ უნდა გაუწიოთ საკუთარი თავის დაღუპვაში მათ შორის. აი ამ პროპაგანდაში მონაწილეობა მათ არ უნდა გავუპრავოთ. ეს არ არის მათი სიყვარული. ჩვენ მათ სიყვარულით უნდა შევაგონოთ, რომ ამაში მონაწილეობა დაუშვებელია, უნდა დააფიქსირონ აზრი, რომ ისინი ეს არის მიუღებელი და მსგავსი რა მეორედ არ გაიმეორონ. მათ აქვთ გამოსავალი, მათ ჰქონდათ გამოსავალი, რაც თქვი, უბრალოდ ჩაეცვათ ძველი ფორმა, თუ ძველ ფორმას იქ ფიზიკურად ვერ შევიდნენ, გადაეკრათ სკოჩი, გადაეკრათ ქაღალდი, ან უბრალოდ სხვადასხვა ფორმით შეეძლოთ ეს ექნა. სამწუხაროდ მათ ეს არ ქნეს და მოიქცნენ ცუდად, ეს არის ცუდი საქციელი და ეს არ უნდა ექნათ მათ. და ეს უნდა თქვა ჩვენ, და ეს არ არის არავის ტრობა, ეს არის პირიქით სიყვარული. როდესაც ჩვენ პედოფილიის პროპაგანდაში ხელს უშლით LGBT თემს, ეს არ არის ბოროტება, ხო? ვიღაც როგორც არ უნდა შეგვიფუთოს ვიღაც პროპაგანდისტმა. ეს არის სიკეთე.
როდესაც ჩვენ თანამემამულეებს, რომელსაც იძულებით თუ მოტყუებით ამ პროპაგანდაში რთავენ, ვეუნებით, რომ ამაში არ ჩაერთოთ, იმიტომ ეს არის ბოროტ მოქმედება, ჩვენ ცუდს ამითი არაფერს არ ვშვებით. ჩვენ ამითი ამ ადამიანებს მხოლოდ მართაც სიკეთეს უკეთებთ. თუ ისინი არ შეისმენენ, უარესი მათთვის, მაგრამ ჩვენ იმას მაინც ვიზამთ, რომ ჩვენი შვილების გასაგონად, ჩვენი ერის გასაგონად დავაფიქსირებთ, რომ რა არის ცუდი, რა არის კარგი, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი. ამიტომ ყველანი ვალდებულები ვართ დავდგეთ სწორ მხარეს ჩვენი ძალების შესაბამისად და ჩვენ ფეხბურთელებს, რომლებიც არიან უმაღლესი დონის პროფესიონალები, ერთი შეხედვით კარგი ადამიანები არიან, ისინი თუ ქრისტიანები არიან, ამაში უნდა დაამტკიცონ. ქრისტიანობა არ არის მხოლოდ პირჯურის წერა. ხო, ქრისტიანობა პირველ რიგში არის ქრისტეს ცნებების დაცვა. და კი, ყველანი ცოდვილები ვართ, ყველა შეცდომებს უშვებს, მაგრამ არსებობს რაღაცა, ხო, რომ არ შეიძლება რაღაცა LGBT პროპაგანდაში ჩაერთო. მეგონი ეს არის რაღაცა, ასე ვთქვათ, რაღაცა თამასის უმდაბლესი საფეხური. კი, დიდი ზეწოლაა, მაგრამ ეს ამითი არ მართლდება. არ მართლდება, ხო, ქრისტეს უარყოფა, არც მახვილის ქვეშ მართლდებოდა და არც დევნის დროს და არასდროს არ მართლდებოდა. შეიძლება გარიდებოდი, მაგრამ თუ კითხავდე ხარ თუ არა ქრისტიანი, ვალდებულები ვიყავით, ვართ ქრისტიანები, ვთქვათ, რომ ვართ ქრისტიანები. და ეხა არც არავინ თავს გვაჭრის და არც არაფერი, ხო, უბრალოდ რაღაცა ან დაგაჯარიმებენ, ან რაღაცა გაკიცხავენ, მაგრამ შეიძლება თქვა თამამად, რომ მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჩემი ქვეყანაში ამის პროპაგანდა აკრძალულია, მით უმეტეს ეს სათქმელი გაქვს და მე ამაში მონაწილეობას ვერ და არ მივიღებ. და ამისი მაგალითებიც არის, ხო, სერბები მაგალითად, აფრიკელები იქნებიან თუ არაბები იქნებიან, უმაღლეს გუნდებში თამაშობენ, პრემიერ ლიგა იქნება თუ საფრანგეთის ჩემპიონატი თუ გერმანიის ჩემპიონატში ყოფილა შემთხვევა და აფიქსირებენ ამ პოზიციას. სხვადასხვანაირად მათ რაღაც პრობლემები რა თქმა უნდა ექმნებათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ამ ნაბიჯს დგამენ. და მოუწოდოთ ჩვენ ფეხბურთელებსაც, რომ შემოუერთდნენ 17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენ ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ერს დაადგნენ ამ მხარეს და გაემიჯნონ ცოდვის ნორმალიზებას, LGBT მოძრაობის ნორმალიზებას, აი ამ პედოფილიის, LGBT პედოფილიის პროპაგანდას. აი ეს იყო ჩემი სათქმელი, ცოტა გრძელი გამოვიდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.